ერთი ნახტომი თბილისამდე როგორ ემზადებოდა რუსეთის საქართველოს ინტერვენციისთვის. სამხედრო მაღალჩინოსნების საბრძოლო გეგმის შესახებ ღიად საუბრობენ. როდის დაიწყო აგვისტოს ომისთვის სამზადისი, როგორი იყო ოკუპაციის რეალური სტრატეგია და რატომ დაარღვიეს დუმილი გენერლებმა. რუსი ლეიტენანტი, რომელიც აგვისტოს ომში გამარჯვებისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, 2008 წელს დეტალურად იხსენებს. ანატოლი ხრულიოვი ამბობს, რომ თბილისში შესვლის დავალება მისთვის არავის მიუწია, მიუხედავად იმისა, რომ 58 არმია საქართველოს დედაქალაქის დასაკავებლად სრულ მზადყოფნაში იყო. რუსეთის საომარ გეგმას გიორგი ფუტკარაძე გაგაცნობთ. აგვისტოს ომიდან 6 წლის შემდეგ 58 არმიის ყოფილი მეთაური რუსი გენერალი ანატოლი ხრულიოვი რუსული ინტერვენციის გეგმაზე ალაპარაკდა. ხრულიოვი იხსენებს, რომ გენერალ კულახმეტოვისგან 7 აგვისტოს ღამით შეტყობინების მიღების შემდეგ მან ეგრეთ წოდებული საგანგაშო პაკეტი გახსნა, სადაც წინასწარ შემუშავებული სამოქმედო სტრატეგია ეწერა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალების გაძლიერების გეგმას მოიცავდა. ბატალიონების მეთაურებს ბრძანება მივეცი გასულყვნენ ცხინვალისკენ და გაინადგურებინათ ქართველების ბლოკპოსტები და დაეცოთ გუფთის ხიდი. როდესაც ჩვენები ხიდთან მივიდნენ, ანდრეი კაზაჩენკომ შემატყობინა, რომ ქართველები უკვე მოდიოდნენ. ამიტომ ცეცხლი გავხსენით, ამ დროისთვის როკის გვირაბში შემოსული იყვნენ ჩვენი კოლონები, რომელთა მთავარი მიზანი იყო ცხინვალის ბლოკადა მოეხსნათ. ხრულიოვი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ხოლო შემდგომ კი პენსიაზე გაუშვეს, ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას აღარ სჭირდებოდა. მისივე თქმით, 58 არმიას თბილისის აღება შეეძლო, მაგრამ ამის ბრძანება არ ქონია. გენშტაბის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა ასე, ან ვინმეს ასეთი გამარჯვების შეეშინდა. თბილისამდე მივდიოდით სულ რაღაც 70 კილომეტრი რჩებოდა. ერთი ნახტომი და იქ ვიქნებოდით, რა პრობლემაა. თუმცა ინტერვენციის გეგმის შემუშავება ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აგვისტოს ომი იქნებოდა რუსეთის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალების სარდალმა. 2002-2004 წლებში გენერალ-მაიორმა სვიატოსლავ ნაბზოროვმა ტელეკომპანია რასია-24-დან იმ სტრატეგიაზე ღიად ისაუბრა, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, რომ თავდაპირველად სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტები დაერიგებინათ. თავის დროზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რომ მასწავლებლებისთვის, სამხედროებისთვის, პენსიონერებისთვის ხელფასი და პენსია რუსეთის ფედერაციას უნდა მიეცა. ამის შემდგომ 2004 წელს სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელთა 60% რუსეთის მოქალაქე იყო და ბუნებრივია, რომ 2008 წელს რუსეთს საკუთარი მოქალაქეები უნდა დაეცვა. იქ სამხედროების შეყვანა კანონიერი იყო. რუსული ინტერვენციის გეგმა პასპორტების დარიგების გარდა აგრესიის სამზადისაც ეხებოდა. ფაქტებს ვრცლად ფილმ ომის დაკარგულ დღეებში ხვდებით. რუსი გენერლების მონათხრობის მიხედვით რუსეთის გენშტაბის მიერ 2004-2008 წლებში საქართველოს წინააღმდეგ შემუშავებული იყო ეგრეთ წოდებული აგრესიის მოგერიების სისტემა. გეგმის რეალიზაციის ფარგლებში შეიქმნა აგრესიის მატერიალური ბაზა, სამხედრო ქვედანაყოფები განლაგდა როკის გვირაბთან და დაიწყო რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობა. პროექტის პოლიტიკური თანაავტორი ვლადიმერ პუტინი იყო, როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, აგრესიის გეგმის განსახორციელებლად ჯარის აბსოლუტური მზადყოფნის ვადა 2007 წლისთვის დაინიშნა. სწორედ ამ გეგმით მოქმედებდა რუსული გენერალიტეტი. გეგმის მიხედვით სიგნალის მიღებიდან საათნახევარში რუსეთის საჰაერო ძალებს უნდა დაებომბათ წინასწარ განსაზღვრული ობიექტები საქართველოს ტერიტორიაზე. საწყის ფაზაში შედიოდა საავიაციო საშუალებების გამოყენება. საათნახევრის განმავლობაში აეროდრომები, დისლოკაციის პუნქტები, საარტილერიო პოზიციები, გადაადგილების მარშრუტები, ხიდების მიმართულება. ამ დოკუმენტს პუტინმა წააწერა. თანახმავარ. საგულისხმოა ისიც, რომ როგორც ომის შემდგომ ინტერვიუებში სეპარატისტთა ლიდერი კოკოითი საჯაროდ აცხადებდა, მათი მიზანი იყო სამხრეთ ოსეთში არსებული ქართული ანკლავების გაწმენდა, რათა ეთნიკური ქართველები აღარასოდეს დაბრუნებოდნენ თავიანთ სახლებს. ომიდან 6 წლის შემდეგ რუსი სამხედრო ექსპერტი პაվել ფელგენგაუერი ამბობს, რომ რუსეთის მიზანი იყო ქონოდა დომინანტური მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში, თუმცა ბოლომდე ვერ განხორციელდა. რუსეთის გეგმა, რომ მისი გავლენის ქვეშ ყოფილიყვნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები და მათ შორის საქართველო, აგვისტოს ომის დროს ბოლომდე ვერ განხორციელდა. მათ ომში მიაღწიეს მიზანს. შეენარჩუნებინათ სტატუს-კვო იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ახლა აკონტროლებენ. თუმცა ისინი ვერ წავიდნენ თბილისისკენ. 1,5 მილიონიანი ქალაქის აღება რთულია. ამისათვის საჭირო იყო დამატებითი ძალების შემოყვანა. 6 წლის წინ, როგორც რუსი გენერლები იხსენებენ, ინტერვენციის გეგმის დალუქული პაკეტები მას შემდეგ გაიხსნა, რაც არმიის ძირითადმა ძალებმა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედების დასაწყებად ბრძანების გაცემის მაუწყებელი სიგნალი ომი მიიღეს.